რომელი ტიპის ინვესტიცია არის შენთვის უფრო მისაღები ან როგორ მართავდი შენ მაგას შენ ცხოვრებაში ბიზნესებში შესვლა თუ აი როგორც ეხა თქვი რა აქციების კუთხით უფრო ორივე გაქვს შენ როგორც ბიზნესებშიც ხარ და ფასიან ქაღალდებშიც კარგი შეკითხვაა ძალიან მე ვფიქრობ რომ ბიზნესებში შესვლა ძალიან საინტერესოა მაგრამ ყველასთვის არა ამ ყველაში შევდივარ მე რა არის ყველასთვის არა აი როცა თუ ამბობ ფაქტურად ვორენ ბაფეტზე რო თქვი ხო აქტივისტი ინვესტორი რეალურად ეს ბიზნესში შესვლა რაღაცა ბიზნესში შესვლა მაშინ იმდენად აქტიურად უნდა იყო ჩართული და იმდენად მზად უნდა იყო რომ თქვა ბიზნეს შეხედო როგორც კორპორატიულ სტრუქტურას რაც თქვენ განიხილეთ თქვა წინაპარკაცებს და არა საქმეს რომელსაც თქვა მეგობრებთან ერთად აკეთებ ან შეიძლება მეგობრებთან ერთად აკეთებ თუ ეს ვერ შეძელი ალბათ ჯობია რომ ფასიანქაღალდებში წახვიდე. ამ ნაგების თვალსაზრისით ნახეთ, ხშირად ამბობენ რომ კი, მაგრამ იმის valuation-ი უფრო შეიძლება გაიზარდოს, გვავიწყდება რომ ფასიანი ქაღალდების ლიკვიდობა არის ერთდღიანი, ბიზნესის ლიკვიდობა არის, ხო, ძალიან ურთულესი, ხო? ანუ valuation-ს ასეთ შეარქვა და ფინანსურებს რო უყურებდა, ვაუ, მე შევქმნი პირობითად, რა ვიცი, 5 მილიონიანი, 10 მილიონიანი კომპანია, სინამდვილეში მისი ფასი არის -35% ხო, ლიკვიდობის გამო.